დარჩენილი აქვს სატურნირო თვალსაზრისით არის ის, რომ ერთმანეთს გადაასწრონ და მესამე პოზიცია დაიკავონ, რომელი მესამეზე გავა და რომელი მეოთხეზე. მხოლოდ ეს არის გასარკვევი ჯინჯოლოვას ჩაწოდება და ამირან ზაგანიას გოლის სწრაფი გოლით წინ გადის იბერია 1999, რასაც ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელი იყო, რადგანაც დაიწყო მატჩი დიდი ძალებით უტევდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ორივე ფლანგიდან ხედავდით საჯარიმოში ჩაწოდებებს, აქტიურობას, განსაკუთრებით მარცხენა ფრთიდან სწორედ ეს ფეხბურთელი გიორგი ჯინჯოლოვა აქტიურობდა და აქ ესე კარგად დაამუშავა. ბურთი ერთი შეხებით გაისწორა, ჩააწოდა თავისი ცაციათი, გამორჩეულია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია ამ კომპონენტში, მარცხენა ფეხით თამაშს გულისხმობ საქართველოს ჩემპიონატში და დაასვა ბურთი თავზე ამიან. გავიხედოთ პარალელური მატჩისკენაც, სადაც ჯერჯერობით ისევ უგოლო ფრეა. და ამ მომენტის მონაცემებით ორი ქული გასათამაშო თან გაგრა უმოტივაციოა არც გავარდნა ემუქრება და ვერც ევროტურნირების ზონაში მობიც გზით ქვედა ლიგაში ამოვიდა და გახდა დებიუტანტი კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა თუმცა ჯერჯერობით უჭირს ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს ალთუნაშვილი ეს პასი გავიდა ზაგანია საჯარიმოშია შეინარჩუნა ბურთი წონასწორობაც დატრიალდა კარგად ითამაშა შემდეგ ის არ დაფიქსირდა აქ ჯარიმა, შემდეგ დარჩა ბურთი იბერია თურთი მამაგეიშვილს და საბოლოოდ იბერიას, ჯინჯოლავა, ზაგანიაზე შეიძლება პასის გაკეთება, მოკლე გადაცემა იქვე. გორშიც, გორელებიც უпроსტად იგივე ანგარიშით იგებენ ფოთში. დაბლოკეს მცველებმა, მაგრამ შეტევა გაგრძელდება. სილაგაძე. ჯინჯოლავა მარცხნიდან კიდევ ერთი მცდელობა იგივე სტილში! გაიტანა ორი გოლი. იბერია 1999-მა ჯინჯოლავას ორი საგოლე პასი მარცხენა ფეხით გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ და ამირან ზაგანიას დუბლი. ორივე ჯერზე თავით ზუსტი დარტყმით ეს კიდევ უფრო ეფექტური იყო, ისეთი ტრაექტორია მიიღო ბურთმა, ისე ჩაეხვა მეტოქის კარში, ვნახავთ გამეორებით, ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა ჯინჯოლავას მორიგი. საგოლე გადაცემა, ზაგანია ახტა დაასწრო ყველას და უშანსოდ დატოვა მეკარეც. 0-2 იბერიაც გორის დილას გავსად აპირებს რომ მარტივად მოიპოვოს დღეს სამი ქულა და ჩემპიონობის ბედი ბოლო ტურში გადაწყდეს კულმინაციის პიკი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რომ ჩვენი ჩემპიონატი დაძაბულია, თანაბარია, ბევრი გუნდი ერთმანეთთან ახლოს არის დონით და პრაქტიკა ადასტურებს იმას რომ ბოლო სეზონებში და რეალურად რაც არსებობს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მას მერე აი ეს 10 გუნდიანი ფორმატი პრაქტიკულად ყველა სეზონში ან ბოლოს წინა ტურში ირკვევა ჩემპიონის ვინაობა და ხდება ცნობილი. საუკეთესობისთვის იბრძვის 18 ისეთი მატჩი აქვს ჩატარებული და ატარებს მე-19-ს, რომელშიც გოლი არის +33 თბილისურ გუნდს, +28 გორულ გუნდს. აი მთავარი კომპონენტი კი ამ გუნდებში ორი ისტორიული პრინციპული მეტოქე ცხადია ატარებს მნიშვნელოვან დატვირთვას, მაგრამ გახსოვს კიდევ უფრო დრამატული ოღონდ იბერია შეხვდება გაგრას, გორისდილა დინამოს. სამ მაგიცვლება მზადდება, როგორც ხედავ. ნახოთ ვინ გამოვა, იქამდე ნახოთ ეს შეტევა. ზაგანია, აქედანაც ხომ არ დაარტყმით. გასაკარგი აღარაფერია და ბოლომდე ეცდება რომ იბრძოლოს, სადამდე შეუძლია